ნამდვილი ქართული ტრადიციული გოზინაყის რეცეპტი. დაგჭირდება მხოლოდ 600-650 გრამი თაფლი და 1 კილო ნიკოზი. ქვაბი დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე, რაც შეიძლება დაბალ ცეცხლზე, გადაიტანეთ შიგნით თაფლი და დაგჭირდება ხის კოვზი. უნდა მოურიოთ ხის კოვზი. თაფლი არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. გვერდზე გაიკეთებს თუ არა პატარა ბუშტებივით, ეგრევე უნდა გავთიშოთ და ცოტა ხანი გავაკეთოთ. ანუ დაბალ ცეცხლზე რამდენჯერმე უნდა მივიყვანოთ თაფლი გაცხელებამდე და 15 წუთით გავაგრძელოთ. 2 ან 3 გაიმეოროთ ეს ყველაფერი. სანამ თაფლში დავამატებთ ნიკოზს და დავიწყებთ მორევას, აუცილებლად წინასწარ 5 წუთით ადრე დაასველეთ ხის დაფა. შემდეგ დაბალ ცეცხლზე ნიკოზს ვამატებთ ჩვეულებრივად ამ თაფლში და ვიწყებთ მორევას. სანამ არ დაიწყებს ეს, ასე ვთქვათ, ნიკოზის შეფერვას, ოქროსფერის მიღებას და არ დადგება, ასე ვთქვათ, თაფლის და ნიგვრის არომატი სახში. მას შემდეგ, რაც ნიკოზი მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფერს, უნდა გადავიტანოთ წინასწარ დასველებულ ხის დაფაზე. კარგად გემრიელად გავაფრთხილოთ ჩვენთვის სასურველ სისქეზე, ძალიან არ დაათხელოთ გირჩევთ, დავჭრათ ლამაზად, სანამ ცხელი იქნება და გაცივდება, გადავიტანოთ ასე თეფშებზე და გემრიელად მივირთვათ.